გამარჯობა ეთერშია საინფორმაციო სამსახური დღის ამბებს ხრისნახევარზე გიორგი ჟორჟოლიანი და ნატალი რევიშვილი გაგაცნობთ. საღამომშვიდობის ქალაქის ეკონომიკური განვითარება, საპრივატიზაციო ობიექტების წარდგენა და მათი გამოყენების პერსპექტივები. ეს ის საკითხებია, რომელიც დღეს ბიზნეს ფორუმზე საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებმა და ინვესტორებმა განიხილეს. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ესწრებოდა. ბიზნეს ფორუმს ქუთაისში საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები და ინვესტორები დაესწრნენ. ღონისძიების მიზანი ქალაქის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულების გაცნობა, ქალაქში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების წარდგენა და მათი გამოყენების შესაძლო პერსპექტივების განხილვა. ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნა. ქუთაისი 2012 წლიდან ნამდვილად ხდება მეორე დედაქალაქი და არა მარტო პარლამენტის გადმოსვლა ქუთაისში, რომელიც შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს, რომელიც შექმნის იმ პირობას, რომ ბევრი დელეგაციები ჩამოვა ქუთაისში, ამისთვის აუცილებელი იქნება, რა თქმა უნდა, ახალი სასტუმროები, ახალი რესტორნები, კაფეები, ბევრი სხვა ცენტრები. ასევე შენდება აეროპორტი, რომელსაც დამატებით დასჭირდება ბევრი ინფრასტრუქტურა და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის დღეს იმის დასაწყისი, რომ ბიზნესმა უნდა შეხედოს ქუთაისს როგორც ახალი საინვესტიციო მიმართულება, ახალი საინვესტიციო ადგილი საქართველოში და გაითვალისწინოს ის კვალიფიციური კადრები, რომელიც უკვე არსებობს ქუთაისში და ვფიქრობ, რომ დღევანდელი ფორუმი იქნება ნამდვილად ის პირველი ნაბიჯი ამ ახალი ქუთაისის შექმნის. ინვესტიციები, რომელიც განხორციელდა შარშან, ეს იყო როგორც ადგილობრივი მეწარმეების, ანუ საქართველოს ბიზნესმენების მიერ განხორციელებული ინვესტიციები, ასევე უცხოური ინვესტიციები. ჩვენ ამაზე გვექნება დღეს საუბარი, რა თქმა უნდა, და ინტერესი და მიზანი სწორედ ეს არის, რომ აი მომავალში ალბათ გაცილებით მეტი ადამიანი, როგორც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი, ასევე უცხოური ინვესტორი დავაინტერესოთ ქალაქში მიმდინარე პროექტებით და გაცილებით მეტი ინვესტორი შემოვიდეს ჩვენთან რეგიონში და ქალაქში. 2012 წლიდან ქუთაისი საპარლამენტო ფუნქციას იძენს, რითაც საქართველოს მეორე დედაქალაქის სტატუსს ამყარებს. ბოლო წლებში ქალაქში სამთავრობო და სხვა მნიშვნელოვანი სტრუქტურები გადმოიტანეს, რაც საგრძნობლად ზრდის ქუთაისის ეკონომიკურ პოტენციალს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის არსებობა კი თავის მხრივ ქალაქის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ამჟამად ჩვენ 800 ადამიანზე მეტია დასაქმებული ჩვენ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და ინტენსიურად მიმდინარეობს ეს პროცესი. იგეგმება ახლო მომავალში კიდე დამატებით ინვესტიციები, სხვადასხვა საწარმოების გახსნა და 2012 წელს ჩვენ კიდე დაგეგმილი გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანების დასაქმება. ბიზნეს ფორუმი ქუთაისის მერიის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უშუალო მხარდაჭერით, საინვესტიციო სააგენტოსა და დამსაქმებელთა ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა. ტელეკომპანია მაესტრო მაუწყებლობას მაესტროს შენობიდან გააგრძელებს. ამის შესახებ